მოახლოვდა საგადასახადო ანგარიშგების ვადები 2026 წლის 31 მარტი. არის ბოლო დღე, როცა კომპანიებმა უნდა წარადგინონ 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები და ასევე უნდა გადაიხადონ ეს გადასახადები. მიმდინარე წლის 1 აპრილი კი არის ვადა, როდესაც საწარმოებმა და ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ და გადაიხადონ ქონების გადასახადი. არის საშემოსავლო გადასახადი, როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშწორების წესი და რომელ ბიზნესებს ეხებათ მოგების ყოველთვიური გადასახადი. ამ თემებზე და არა მხოლოდ ვისაუბრებთ დეტალურად ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე. მოგესალმებით ბატონ ლევან და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის თქვენს. ყოველთვის საინტერესო და ისეთ თემებზე გვაქვს ხოლმე საუბარი, რაც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება. ეხლა რაღაც კონკრეტულ სეგმენტს სჭირდება ეს მართალია, მაგრამ ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ესე, რომ მივყვეთ სამ გადასახადზეა საუბარი: საშემოსავლო, მოგება, ქონება. საშემოსავლოთი დავიწყოთ. ვის წარმოეშვება ეს ვალდებულება და იმ შემთხვევაში თუ არ გადაიხდიან და ან ვადები დაირღვევა, რა ხდება? კი ბატონო, დავიწყოთ საშემოსავლო გადასახადით. ფიზიკური პირები, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირები და ინდმეწარმეები, რომლებიც 2025 წელს ახორციელებდნენ დამოუკიდებლად ორგანიზებულ სამეწარმეო საქმიანობას, მათ თავიანთი საქმიანობის ნაწილში 31 მარტის ჩათვლით უწევთ საგადასახადო წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა და ამავე ვადაში გადასახადის გადახდა. რომ ჩავშალოთ უფრო მეტად ფიზიკურ პირებზე მეწარმე ფიზიკური პირები, ინდმეწარმეები, მათ შორის ფიზიკური პირების თვითდასაქმებული პირები. ესენი არიან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები, ასევე თავისუფალ ინდუსტრიული ზონის საწარმოებში დასაქმებული ფიზიკური პირები, რომლებსაც გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ გადასახადი, მათ თვითონ უნდა მოახდინონ დეკლარირება აღნიშნულ ვადაში. ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები არიან დიპლომატიურ დაწესებულებებში და რომელთაც ასევე წყაროსთან არ უკავდებათ გადასახადი მოგვეხსენებათ, თვითონ 1 აპრილამდე 31 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და გადაიხადონ გადასახადი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის ასევე მცირე ბიზნესის გადასახადის განახორციელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესი გადასახადს იხდის ყოველთვიურად თავიანთი საქმიანობიდან, 2025 წელს თებერვლის თვეში იყო ცვლილება განხორციელებული, რომლის მიხედვითაც თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი უწევს სამშენებლო მომსახურებას იურიდიულ პირებს, მათ ასევე ყოველწლიური გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინონ და განაკვეთიც განსხვავებულია. 20%-ით ემიგრება თავიანთი შემოსავლები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და მიღებული შემოსავალი ყოველთვიურად ბრუნვის 1% შეადგენს, როგორც ვიცით, ან 3%-ს. არის თუ არა რამე გამონაკლისები, ხა თქვენად ჩამოთვალეთ იმ სეგმენტის ადამიანებისთვის, მეწარმე სუბიექტებისთვის, არის თუ არა რაიმე გამონაკლისო წესი, რომელიც მოქმედებს? საგადასახადო შეღავათები შესაძლებელია განსხვავებული კონდეთ ამ პირებს, ვინაიდან ზოგი შესაძლებელია ეწეოდეს საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში, სადაც 200,000 ლარამდე არის განთავისუფლებული. შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის არის შეღავათები, ვეტერანებისათვის არის საშემოსავლო გადასახადში შეღავათები, ასევე არის მაღალმთიან საწარმო სტატუსის მქონე პირებზე საგადასახადო შეღავათები. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორად იპოვოთ საგადასახადო ვალდებულებებზე ინფორმაცია, რომელიც ვებგვერდზე გვიდევს. შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს, კონკრეტულად არის დეტალურად ჩაშლილი ვალდებულებებიც და მათი უფლებებიც როგორ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით. მთავარი არის დროულად მიმართონ ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საშუალებებს, არა მარტო ვებგვერდს, არამედ სატელეფონო ცენტრს, ონლაინ ჩატის, ბოტის საშუალებით მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, რათა მოახდინონ სწორად ვალდებულებების განსაზღვრა და დეკლარირება აღნიშნულ ვადებში. ძალიან სწორი ნაწილი აღნიშნეთ. რამდენად ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც არასწორად ხდება დეკლარირება. ანუ აი დეკლარაციის წარდგენის პროცესის დროს რას უნდა ითვალისწინებდნენ, არის თუ არა რაღაც ისეთი თემა, რომელიც ვთქვათ, ეხლა ეთერის მეშვეობით შეგვიძლია რომ ავხსნათ. რა თქმა უნდა, მთავარია, როგორც აღნიშნე, პირველ რიგში დროულად მოახდინოთ ანგარიშგება, ანუ ფიზიკურმა პირმა, მათ შორის მეწარმე ფიზიკურმა პირმა, შემოსავლები დასათვლილია თავიანთი შემოსავლები. ხარჯები მასთან დაკავშირებული, რომელიც გამოიქვითება, ზოგი არის, რომელიც არ ექვემდებარება გამოქვითას, ანუ იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ შემოსავლებისა და ხარჯების პირველ რიგში, რათა სწორად განსაზღვრონ ვალდებულებები და შემდგომში როგორც აღნიშნეთ, დროულად უნდა მოახდინონ მისი გადახდა, რათა აიქცილონ სანქციები როგორც დეკლარაციის დაგვიანების წარმოდგენისათვის, ასევე გადასახადის დაგვიანებით გადახდისათვის. მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახური აქტიურად ბოლო წლებია ახორციელებს
მარტო კამპანიას, რათა შეახსენოს გადასახადის გადამხდელებს თავიანთი ვალდებულების თაობაზე, იმიტომ რომ ბევრი პირველად რეგისტრირდება, პირველი საანგარიშო პერიოდია მისთვის, ხოლო ძველებისთვის უბრალოდ შეხსენების კამპანიას ემსახურება, რათა დროულად მოახდინონ ვალდებულების განსაზღვრა და შესაბამისად მათი შესრულება. არის ბატონო ლევან დაგვიანების შემთხვევები ხშირი თუ აი როგორია ტენდენციები ბოლო წლების სტატისტიკა რას აჩვენებს? ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ხო რეალურად ამასაც ის დატვირთვა აქვს, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს, ვისაც ეს ვალდებულება წარმოექმნება. ჩვენთვის როგორი ტენდენციები გაქვთ? ჩვენთვის სასიხარულო ტენდენცია არის ის, რომ გადასახადის გადამხდელებში არის გაზრდილი კულტურა, როდესაც თვითონ თავად ახდენენ ვალდებულებების დროულ დეკლარირებას, გაანგარიშებას და კუთვნილი გადასახადების გადახდას. წლიდან წლამდე ეს დროული დეკლარირების მაჩვენებელი გვეზრდება და დაახლოებით საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12% განისაზღვრება თითოეულ გადასახადის ჭრილში. იქნება ეს საშემოსავლო 20%-ია ეს 10-12%? დიახ, იზრდება? იქნება ეს საშემოსავლო სხვადასხვა რეჟიმები, რომელიც ეხლა ჩამოთვალე მიკრო, მცირე, იქნება მოგების, ქონების, დამატებული ღირებულების თუ სხვა ვალდებულებების ნაწილში. თუმცა 100%-ამდე რამდენი გაკლიათ? რა თქმა უნდა დაგვიანებებს აქვს ადგილი და ისეთი იდეალური შემთხვევა, როდესაც 100% დროულად დაადეკლარებ, ჯერ არ ქონია და იმედია არც არ მგონია, რომ ვინმეს უბრალოდ არ გამორჩეს და ამიტომ ეს კამპანია და დღევანდელი თქვენი წეთერიც ამას ემსახურება, რომ დროულად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა ისიც მივაწოდოთ, მაგრამ სრული სურათი რო გქონდეთ, რომ დაგვიანების შემთხვევაში და არ გადახდის შემთხვევაში, ან დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში რა სანქციებს ითვალისწინებს? წინებს კანონმდებლობა. დაგვიანებით გადახდით შედეგად გადასახადის განამხდელებს ეგისტრებათ საურავი 0.5 მიასწრებით ოდენობით გადასახდელი კუთვნილად გადასახდელი გადასახადის თითოეულ გადაცილებულ დღეზე. ეს ყველა ტიპის გადასახადს ეხება, ნებისმიერ გადასახადს ეხება. მოგების გადასახადთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის დეკლარირების ვადა უწევთ ფინანსური სექტორის საწარმოებს, რომლებიც მოგებას იხდიან არა განაწილებული მოგების მიხედვით, არამედ ჩვეულებრივად შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით და მათთვისაც 31 მარტი არის ბოლო თარიღი დეკლარირების და გადახდის. ასევე ვახსენეთ, რომ 1 აპრილი არის ბოლო ვადა საწარმოთა და ორგანიზაციათა ქონების გადასახადის ვალდებულების შესრულების ნაწილში. აქ ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის, რომ შენობა ნაგებობები უძრავი ქონება, დანადგარი, რომელსაც საწარმო ჩვეულებრივ იყენებს სამეწარმეო საქმიანობაში არანაკლებ 1 წლის ვადით, ქონების გადასახადის გადახდა უწევთ 1 აპრილის ჩათვლით და დეკლარირებაც და მეორე ნაწილი არის უკვე მიწის ნაწილი, რომელიც დეკლარირება ეხლა უწევთ 1 აპრილს, თუმცა გადასახადის გადახდა 15 ნოემბერს, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს. ბატონო ლევან, ამ შემთხვევაში აი ბოლო საშემოსავლო გადასახადს ცოტა დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ აი მოგების და ქონების გადასახადის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, იგივე ვებგვერდზე შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, დაგვიანების შემთხვევაში იგივე ტიპის სანქციები მუშაობს თუ არის აქ რაღაც ისეთი გარკვეული სპეციფიკური ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეს ახლა გადამხდელმა? არავითარი განსხვავება ვებგვერდზე არის როგორც ფიზიკურ პირთათვის, ასევე იურიდიულ პირთათვის ცალკე საინფორმაციო ბანერები, გვერდები, სადაც ნებისმიერ იურიდიულ პირს, მათ შორის ორგანიზაცია შეუძლია ნახოს თავისი ვალდებულების თაობაზე მოახლოებულ სავადოებთან დაკავშირებით, გადახდის ვადებთან, პრინციპებთან დაკავშირებით, შეღავათებთან დაკავშირებით ინფორმაცია, არანაირი განსხვავება არ არის. მათაც შეუძლიათ ისარგებლონ, იქნება ეს სატელეფონო ცენტრის თუ ჩათის მომსახურება და რა თქმა უნდა, ყველაზე პრაქტიკული თვალსაზრისით გვაქვს ბევრი ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც ასევე ტექნიკურად ეხმარება დეკლარაციის შევსებაში გადასახადის განახდელებს, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი. ძალიან საინტერესოა ეს ტენდენციაც თქვენი დაკვირვება რას აჩვენებს, რამდენად გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, გადამხდელების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ ავსებენ დეკლარაციას და თქვათ ადგილზე სერვის ცენტრებში არ მოდიან. ძალიან სწორი და დროული შეკითხვა იყო. დეკლარირება საგადასახადო ორგანოში ხდება ელექტრონულად და თითქმის 100%, 99% ჩვენთან დეკლარირება ხდება ელექტრონულად. ეს მეტყველებს პირველ რიგში იმაზე, რომ მარტივია დეკლარაციის შევსება, მეორე რიგში რომ კულტურა იმდენად გაიზარდა, რომ ელექტრონულად თავად ურჩენიათ გადასახადის განახდელებს შეავსონ დეკლარაცია და რატო მატერიალური ფორმით დეკლარაციის წარმოქმნა საგადასახადო ორგანოებში მოხსენება ფასიანია, ხოლო ელექტრონულად უფასო არის და თან მეტყველებს იმაზე, რომ ელექტრონულად შევსებული დეკლარაციების წილის და წლიდან წლამდე გვახარებს იმ თვალსაზრისით, რომ მარტივი არის მისი მოხმარებაც და შევსება მონაცემების დეკლარაციებში. ანუ შეიშვიდნენ გადამხდელები დეკლარაციის ონლაინ შევსებას. დიახ, რამდვილად და ეს ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაციაა.
ერთი ინფორმაცია შეიძლებოდა დაგვიმატებინა წელს 1 აპრილამდე იურიდიულ პირთათვის განისაზღვრა ინფორმაციის წარმოდგენა თუ ქართული რეზიდენტის საწარმოები ახორციელებენ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან საერთაშორისო ტრანზაქციებს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოებთან. ასევე შეღავათიანი დაბეგრვის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებულ საწარმოებთან. მათ აქვს ვალდებულება წარმოადგინონ პირველი 31 მარტის ჩათვლის წარმოსადგენ დეკლარაციებში ინფორმაცია ამ ტრანზაქციების თაობაზე. ამ ჩამონაცვალს ნახავენ ვებგვერდზე რომელი ქვეყნები ითვლება? დიახ, სიახლეებში გვაქვს ეს ინფორმაცია და ეს რას ემსახურება? ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო ტრანზაქციებში იქნება ფინანსური თუ კომერციული ტრანზაქციები გაკონტროლდეს, რომ მაქსიმალურად შემოსავლები იყვნენ საქართველოში დაბეგრილი, ის რაც დასაბეგრია, ანუ არ მოხდეს ისე, რომ გაედინოს შემოსავალი დაუბეგრავად, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდილობენ ურთიერთდამოკიდებულ პირთან. ურთიერთდამოკიდებულ პირთან ესეც რო განმარტოთ, ხო, რას ნიშნავს? ესე იგი, რეზიდენტი არის საქართველოს რეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეს თუ აქვს? საქართველოს საწარმოს. საწარმოს. ურთიერთდამოკიდებულება არის ორი სახით ძირითადად, ეს არის, როდესაც საქართველოს რეზიდენტ კომპანიას აკონტროლებს ან მართავს არარეზიდენტი უცხოური კომპანია, ამაში იგულისხმება არანაკლებ 50 წლის ფლობელი არის, განსაზღვრავს მოგების მიღებას, უფლება სარგებლობს უპირატესი გადაწყვეტილება აქვს მოგების განაწილების, ასევე მართლობაში მონაწილეობს საწარმოს მართლობაში. მეორე სახის ურთიერთდამოკიდებულება არის, როდესაც ერთი ან რამოდენიმე პირი ერევა სხვა საწარმოების მართვაში. ურთიერთდამოკიდებულება არის იმ შემთხვევაშიც ასევე, როდესაც მონაწილეობენ და მართავენ საწარმოს ბიზნეს პროცესებს. ასევე შესაძლებელია არარეგისტრირებული იყოს ურთიერთდამოკიდებულება არ იყოს კომპანიებს შორის, მაგრამ შეღავათიანი დაბეგრვის ქვეყანაში იყოს რეგისტრირებული საწარმო და მასთან კონდეს ოპერაციები, მუდმივი დაწესებულებასთან კონდეს ოპერაციები და შესაძლებელია აქ მაგალითად ხარჯი კონდეს არარეალური, არასაბაზრო პრინციპთან შესაბამისობაში და ამას ადგენს სწორედ საგადასახადო ორგანოები, შესწავლობს, აანალიზებს, რამდენად საბაზრო პრინციპებს შეესაბამება და ესეც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ემსახურება იმას, რომ კომპანიამ გამჭირვალად წარმოგვიდგინოს ნებისმიერი ინფორმაცია, რათა ჩვენ ხრიდან იქნა შესწავლილი, რომ შეესაბამება თუ არა საბაზრო პრინციპებს, რომ შემდგომში არ შეიქმნათ პრობლემები გულისხმობს საგადასახადო შემოწმების შედეგად, ოპერაციების შეფასების შედეგად, გადასახადების დამატებით დაგისტრებას და სანქციების რაც თავარია. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ წარმოგვიდგინონ გამჭირვალად ინფორმაცია, რომ ჩვენ დავწუნდეთ, რომ ოპერაცია საბაზრო პრინციპის შესაბამისობაშია. ან აქამდე ეს ვალდებულება არ იყო ასეთი ტიპის. პირველად 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოვიდა წელს და ეს ვადა არის ყოველთვიური დეკლარირების მოგების გადასახადს, ვინც ახორციელებს მარტისთვის სამადო პერიოდისათვის არის 15 აპრილამდე, ხოლო ვინც იხდის მოგების გადასახადს არა განაწილებული მოგებიდან, მათთვის 31 მარტი არის ბოლო სამადო თარიღი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო ესეთი ინფორმაციული და საინტერესო. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმარი იყო შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.